მოგესალმებით პატრიცემბურგ ტელემაყურებლებო, ეთერშია საავტორო გადაცემა აწმყო შობილი წარსულისაგან. მე ვარ ამ გადაცემის ავტორი და წამყვანი ედიშერ გუნდაც. მოგეხსენებათ, თანამედროვე მსოფლიოში სრულდება ის პროცესი, რომელსაც ქვია ამ ცოდვილი დედამიწის კიდევ ერთი ხელახალი გადანაწილება. ამის დასტური იყო ამ ორი დღის წინ სატელეფონო საუბარი ორი ზესახელმწიფოს წარმომადგენლების. რომელთაც მე ასე ვიტყოდი, მანამდეც ჰქონდათ გარკვეული სიტუაცია, მაგრამ ეხლა გამოიტანეს და მომიტყვიან მთელი მსოფლიოს თვალწინ ნათელი გახადეს ის თუ რა შეიძლება და როგორ შეიძლება იყოს მოწყობილი მომავალი მსოფლიო და როგორ შეიძლება განვითარდეს უახლოეს მომავალში კაცობრიობა. ჩვენში ქართველები ასე იტყვიან, ყველა თავის თავს მიხედავს და მართლაც ასეა. ყველა თავის თავს მიხედავს, ჩვენ რომ ვიტყვიან იმერეთში, გურიაში, დასავლეთ საქართველოში და აღმოსავლეთ საქართველოში ჩვენ საკუთარ თავს უნდა მივხედოთ და მივაქციოთ ყურადღება. თუ რა როლი ექნება მომავალში საქართველოს, ამას უმნიშვნელოვანესად განაპირობებს თუ როგორი განათლების სისტემა ექნება ჩვენს ქვეყანას. თუ როგორი მომავალი თაობა გვეყოლება და რა იდეებზე იქნება აღზრდილი და განვითარებული ჩვენი მომავალი თაობა და მასშტაბური ჩვენი ქვეყანა. სწორედ ამ მიზნით დღევანდელ დღეს სტუდიაში მოვიწვიეთ ვლადიმერ ლადო მაჭარაშვილი, სამართლის დოქტორი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი, ზის ჩემგან ხელმარცხნივ და ჩემგან ხელმარჯვნივ ზის ირაკლი გენეტაძე, ადვოკატი, კავკასიის კოლეჯ კავკასიონის სწავლების ხარისხის სპეციალისტი, აგრეთვე ერევნის უნივერსიტეტის ანანია შირაკანეცის სახელობის უნივერსიტეტის ასისტენტ პროფესორი. სწორედ ამ ახალგაზრდა სპეციალისტებთან, ამ ახალგაზრდა პედაგოგებთან გვექნება საუბარი იმის შესახებ, თუ როგორია მათი ხედვები თავიანთი გამოცდილებიდან გამომდინარე, თუ როგორ უნდა განვითარდეს ჩვენი განათლების სისტემა და პირველი შეკითხვა მინდა გადავიდე ბატონ ლადო მაჭარაშვილთან. ბატონ ლადო, თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, რა ძირითადი მიმართულებები უნდა გქონდეს ჩვენს განათლების სისტემას, რა პრობლემების წინაშე დგას ის და რა შეიძლება ვიპოვოთ იმ პრობლემების გადასაჭრელად, რომელი პრობლემებიც დღევანდელ დღეს ჩვენ განათლების სისტემას და საერთოდ რომ ვიტყვიან ახალგაზრდობის წინაშე დგას. კეთილი, დიდი მადლობა პირველ რიგში ბატონო ედიშერ მოპატიჟებისათვის. მივესალმები ტელემაყურებელს, ძალიან სასიამოვნოა რომ ამდაგوار აქტუალურ საკითხებზე აკეთებთ აქცენტებს, გეთანხმებით რომ განათლება ძალიან მნიშვნელოვანია. ზოგადად საქართველოში განათლებას ყოველთვის უპირატესი მნიშვნელობა ენიჭებოდა და ეს იყო ჩვენი საწყისი წერტილი, ასე ვთქვათ, ოჯახობაში, როდესაც დაიბადებოდა ადამიანი და მისი აღზრდა იწყებოდა. ალბათ პირველი განათლება იყო. აგერ უკვე დაახლოებით 40 წლის შევსრულდი და უკანასკნელი შემიძლია თამამად გითხრათ, დაახლოებით 10 წელი მინიმუმ უკვე ვარ უნივერსიტეტში, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში. დავიწყე, ასე ვთქვათ, სადოქტორო პროგრამიდან და დღეს უკვე, ასე ვთქვათ, აკადემიურ თანამდებობაზე ვარ მიღწეული. ამ პერიოდში ძალიან ბევრმა ახალგაზრდამ გაიარა ჩემს, ასე ვთქვათ, ხელმძღვანელობის ქვეშ და ასევე გეტყვით საინტერესოა რომ ვიყავი სხვადასხვა თანამდებობაზე. კერძოდ ფაკულტეტის დეკანი ვიყავი 5 წლის განმავლობაში, სამართალზე ამ შემთხვევაში საუბარი და პირდაპირ შეხება მქონდა განათლების სისტემასთან. განათლების სამინისტროსთან, იმ სტანდარტებთან, როგორიც არის აკრედიტაციის სტანდარტები, ავტორიზაციის სტანდარტები, ასევე ზოგადად სტუდენტების დამოკიდებულება, პროფესორების დამოკიდებულება, მათი აღზრდა, წესების და ჩვეულებების შეცვლა და ჩამოყალიბება. საინტერესო არის ალბათ ის, რომ ზოგადად სად იმყოფება ალბათ საქართველოს ზოგადად საერთაშორისო ასპარეზი და რო შევხედოთ.
ბევრი კვლევა არის ჩატარებული, როგორც ქართული, ასევე უცხოური და მინდა გითხრათ, რომ საშუალოდ ქართველი განათლებული ადამიანია. საშუალოდ. სხვა ქვეყნების წარმომადგენლებთან რო შევხედავთ, ზოგადი წარმოდგენა და ზოგადი ცოდნა განათლების კუთხით საშუალოდ აღებული სტატისტიკურ ერთ ქართველ მოსახლეზე საკმაოდ მაღალი არის. ეხლა, საიდან მოდის ან გავიცდით თუ არა პროგრესი, ან გავიცდით თუ არა რეგრესი. ეხლა დღევანდელი დაკვირვებით სამწუხაროდ, არ ვიცი ბიუროკრატიულობას უნდა დავაბრალო, რა შეიძლება ქვეყნის გაჭირვებას დავაბრალოთ თუ რაღაც 90-იანები მოყოლების ინერცია იყო თუ არ ვიცი, ვერ ხვდები რა შეიძლება იყოს ამის თავარი მიზეზი, მაგრამ ეტაპობრივად მე ვაკვირდები, რომ სტუდენტებში, ესე იგი, უფრო ნაკლები დაინტერესებაა სიღრმისეული სწავლის მიმართ. სიღრმისეულზეა საუბარი. ხა, თუ მე შევხედავდი 7 წლის წინანდელს, 5 წლის წინანდელს და 3 წლის წინანდელს, 2 წლიანი ინტერვალი რო ავიღო, ესე იგი, თითქოს ეს სტუდენტები უკლებენ. ეხლა ისმის კითხვა, რატომ შეიძლება ხო, რატომ შეიძლება რამ გამოიწვიოს? პირველი უნდა დავფიქრდეთ. ხომ არ არის პრობლემა სასწავლო პროგრამაში, რაც სახელმწიფოს მიერ შედგენილია და იცით რომ განათლების სამინისტრო ხარისხის უზრუნველყოფის ცენტრი ასე ვთქვათ მონიტორინგს უწევს და ისადგენს წესებს. პირველი, ხომ არ გვაქვს პრობლემა პროგრამაში, ანუ სამართლებრივ მექანიზმებში. მეორე, ხომ არ არის პრობლემა აკადემიურ პერსონალში, ანუ ვინ ასწავლის, ვინ არიან ახლა დღევანდელი პროფესორები, მაგალითად, ჩვენ თუ ავიღებთ, რომ უნივერსიტეტის თესეუს დაარსებიდან ვინ იყვნენ პროფესორები, დამაარსებლები და რა სახელები ჭექდა და მაგალითად შეიძლება დღეს ვინ არიან. შევინარჩუნეთ და ვაგრძელებთ თუ ხო არ განვიცით რეგრესს. ესე იგი, სად უშვებთ აი ამ ხომ არ არის შეცდომა დაშვებული, უბრალოდ კითხვა ისმის. ყოველ შემთხვევაში, ფაქტი არის ის, რომ დღეს მათ წვდომა უფრო მეტი აქვთ, მაგალითად მასალებზე, რაც არ იყო იმ დროს. წინა თაობაში ან ჩვენ თაობაში ეს პრობლემა არ არის, პირიქით წვდომა მეტი აქვთ, მაგრამ რაღაცა ინერცია წამოვიდა ისეთი, რომ უკან მიდიან. ეხლა დავიწყეთ ამის სიღრმისეული პრობლემა და რა შეიძლება იყოს. ესე იგი, ახალგაზრდებს, რასაც უყურებ, ძირითადად აქვთ რატომღაც არ ვიცი, ესეთი შეგრძნება, რომ ისინი რაღაცა უიმედობის მომენტი აქვს ცოტა. ეხლა მეუბნები რატომ? პრობლემა რაში არის უიმედობის? მაგალითად, კონკურენტია ბევრი სამსახურში, მაგალითად, ბევრი იურისტია, ბევრი ეკონომისტია, იქიმი ხო არ ყავს ბევრი და იქნება ჩვენი საავადმყოფოები ვერ უზრუნველყოფ ამდენი ადამიანის დასაქმებას, ხო? არა, მე ვთვლი რაში? იმიტომ რომ ჩემი თავარი გადმოსახედი არის ის, რომ პრიორიტეტი ვერ გავაკეთეთ, რომ გჭირდება თუ არა ამდენი იურისტი. გჭირდება თუ არა ამდენი ეკონომისტი. ჩვენ შეიძლება გვჭირდებოდეს მეტი ინჟინერი, მეტი მექანიკოსი, მეტი ხელოსანი სამღებრო სამუშაოებზე. ესე იგი ჩვენ მეტი მებათქაშე. ესე იგი ჩვენ გვაქვს რესურსი საქართველოში, მაგრამ რესურსი გადავანაწილეთ თავკომბალასავით და მოყრილია რამდენიმე ფაკულტეტში და მიღმა არის დარჩენილი ის საინტერესო სფეროები, სადაც შეიძლება განვითარებულიყო. სოფლის მეურნეობის დარგის აღარ აყვავს ფაქტიურად. ამაზეა საუბარი. არც ვეტერინარია, არც აგრონომი, როდაია რომ სპეციალისტების ჩამოყვანა გვიწევს საზღვარგარეთიდან. აი ამას წინათ დაგჭირდა შემთხვევა გქონდა ხიდი რომ არის, ხიდს უნდა გაიარა ექსპერტიზა. და ხიდს რო ექსპერტიზა გაიარა, ლიცენზირებულ კომპანიას ვეძებდით, ვინც ჩაუტარებდა ექსპერტიზას, რომ ის ხიდი არის მდგრადი და ასე ვთქვათ, მუშა მდგომარეობაში. ვერ მოიძებნა სათანადო სპეციალისტი, რაც იმაში იყო მითითებული მოთხოვნებში, ასე ვთქვათ, და მოგვიწია თურქეთიდან ჩამოყვანა. წარმოიდგინეთ. არ ყავს პირობითად ამ წის ოპერატორი. აი ესეთი მდგომარეობა. ბატონო ირაკლი, თქვენ მინდა ესაუბროთ ყოველ შემთხვევაში კითხვა მინდა დავისვათ. ბატონი ლადოს საუბრიდან გამომდინარე, ერთ-ერთი უმთავრესი საკითხია ჩვენთან აი პროფესიონალიზმი, პროფესია და პროფესიას ოდესაც ირჩევს ახალგაზრდა, მოდი ვთქვათ გულწრფელად, ჩემი დაკვირვებიდან ესე არის, რომ ზერელეთ ეკიტებიან ამ საკითხს, ზერელეთ და მაინც ამ დიპლომანიაზე არის გამოკიდებული ძალიან დიდი უმრავლესობა. როგორ ფიქრობთ, რა დონეზე დგას ჩვენთან ამ პროფესიონალიზმის საკითხი და რა ეშველება ამას, რომელიც ბრძანა ახლა ბატონმა ლადომ ბრძანა და მე თქვენ უთხარით კველი დაუკარეს და ეს 100 არის, ნო? ძალიან შიმშილი არის პროფესიონალიზმში. და მით უმეტეს ისეთ სიტუაციაში ჩემო ძვირფასო მეგობრებო, როდესაც ფაქტობრივად მიდის ყველაფერი პროფესიონალიზმამდე და
თუ პროფესიონალიც თუ ხარ, ისეთი რამ შემოვიდა ხელოვნური ინტელექტის სახით, შეიძლება ის პროფესიონალიზმიც გაიდევნოს. ასეთ სიტუაციაში როგორ ფიქრობ ამ პატარა ქვეყნის წინსვლას? პირველ რიგში მადლობას მოგახსენებთ ბატონო ედეშერ მოწვევისათვის. მივესალმებით ჩვენს ძვირფას მაყურებელს. გამომდინარე იქიდან, რომ ჩემი განათლების დარგში მუშაობა ცოტა წლებსაც აღარ მოითვლის, 2014-18 წლებში გახდით კიევის პერსონალის მართვის რეგიონთა შორისი აკადემიის ქუთაისის ფილიალში და ამავდროულად ერევნის ანანია შირაკაცის საერთაშორისო ურთიერთობათა უნივერსიტეტის ქუთაისის საგანმანათლებლო ცენტრში მიწვეული ლექტორ-მასწავლებელი იურიდიულ ფაკულტეტზე, სადაც მქონდა იმ წლებში აქტიური შეხება უმაღლესი განათლების კონკრეტულად იურიდიულ სამართლის მოდულებთან, მქონდა ბუნებრივია შეხება ჩემს სტუდენტობასთან. მიმდინარე დროისათვის წარმოვადგენ კოლეჯი კავკასიონის სწავლების ხარისხის სამსახურს და რა შემიძლია გითხრათ? სამწუხაროდ საპირისპიროს, რაც თქვენ კითხვა დამისვით, ჩემი საპირისპირო რომ იყოს პასუხი, ალბათ დადებითი იქნებოდა და გულს გაგიხარებდით, მაგრამ მოკლებული ვარ იმ შესაძლებლობას, რომ ბატონო ლადო და ბატონო ედეშე რომ დადებითი ვთქვა ამ მიმართულებით, რაც სამწუხაროდ პასუხისმგებლობის ნაკლებობას ვაწყდებით ყოველდღიურად. და რაში გამოიხატება ეს? პასუხისმგებლობას უპირველეს ყოვლისა სტუდენტი ახალგაზრდობის მხრიდან მათზე დაკისრებული ვალდებულებების სწორად შესრულებისათვის. მოგეხსენებათ idealურად მოიხსენება ბატონ ლადოს, მოგეხსენებათ თქვენს უმაღლესი განათლების სტანდარტები, რაშიც გამოიხატება. ასევე იქვე არის პროფესიული განათლების სტანდარტიც დიდად ბევრით არაფერთან განსხვავდება უმაღლესი განათლების სტანდარტით. აი როცა სახელმწიფოს მისი განათლების სამინისტროს სახით, როგორც განათლების ადმინისტრირებელმა სახელმწიფოში ორგანომ სახელმწიფოს სახით გამოხატა ის კეთილინება, რომ თითოეული პროფესიული პროგრამა ფინანსდება სრულად. ეს კერძო კოლეჯი იქნება თუ სახელმწიფო კოლეჯი არა აქვს მნიშვნელობა, სრულად ფინანსდება. ანუ აქედან გამომდინარე, იქ ჩვენთან კოლეჯში დასაქმებულ სტუდენტს და მის ოჯახს არავითარი ფინანსური ვალდებულებები არ აქვს. მეორე სტანდარტი, ერთ-ერთი სტანდარტი პროფესიული განათლებისა ადამიანური რესურსები და მატერიალურ-ტექნიკური მხარე, ხო? და ნახა სულ ხუთია სტანდარტი, მათ შორის არის პროგრამები. მოდი ჯერ ვიტყვი ადამიანურ რესურსებს, რომელსაც მაღალ პროფესიონალურს გახვედრებს კოლეჯი, განახორციელებლებს, პროგრამის ხელმძღვანელებს, მაღალი კლასის. როცა ავტორიზაციამაც ეს დაადასტურა, შარშან გავიარეთ ავტორიზაცია და ნამდვილად 6 წლიანი დამსახურებული მესამე ვიყავით საქართველოში, ვინც მივიღეთ ავტორიზაცია. და მატერიალური მხარე, რასაც შეეხება, აი ყველა ის მოდული, რაც კოლევით ლაბორატორიაში უნდა ჩატარდეს, იქნება ინფორმაციის ტექნოლოგია, ფარმაცია თუ საერთო, აი ისიც აი იდეალურად გამართული და შენ ყველაფერს თავაზობ და სტუდენტს განწყობა, რომ აი სტუდენტს საკმაოდ მოზრდილ ნაწილს სამწუხაროდ რა, რომ აი მას არ უნდა სწავლა, მას ვერ გაუგია, რატომ აი არაერთხელ დამისვამს შეკითხვა უკვე უშუალო სტუდენტისთვის. შვილო, მეგობრი შვილო, რომ მოდიოდი, აი რატო აირჩიეს ეს პროფესია, ეს პროფესიული მართულება? იცი, ხან ვერაფერს გეუბნებიან, ხან მამიდას უნდა, ხან დედაჩემს უნდა, ხან ვიღაცა, ესეთი არასერიოზული დამოკიდებულება რა. აი და მე იქავარო, ჩემო ძვირფასებო, რომ აი ამ ჩემ აზრის პათოსში, რომ ის რა რესურსი ძიდება სახელმწიფოს მხრიდან და კოლეჯის მხრიდან, რომ აი მე რომ პედაგოგმა დავხარჯე დრო იმისთვის, რომ აი გადმოგცე პროფესიულად ეს აკადემიურად ის პროფესიის სახე, კონკრეტული მოდულის თემა, მე შენგან უკავშირსაც ველოდები რა და უკავშირი რომ არ არის და ანუ მე შეგარ პასუხისმგებლობას ვერ ვგრძნობ, მე უნდა მქონდეს იმის სრული უფლება, რომ მე მოვითხოვო სტუდენტისაგან უკავშირი, მოვითხოვო, არა თუ თხოვო, იცი ეს არა, უნდა მოვითხოვო. ამის უფლება მქონდა, რომელიც დღეს პედაგოგს სამწუხაროდ არც სკოლაში აქვს, არც პროფესიულ სასწავლებელში აქვს და არც უმაღლესში სამწუხაროდ. ანუ აქედან რა გამოვიდა?
ის ძალისხმევა, რაც სახელმწიფომ გამოიჩინა და რასაც სასწავლებლები იჩენენ, აი სტუდენტის კომპონენტის, აი არასათანადო პასუხისმგებლობითი დამოკიდებულების გამო, მასზე დაკისრებული ვალდებულებისადმი იყრება წყალში. ანუ ასე ვთქვათ, ტომარა, რომელიც გახრეტილია, იქ არაფერი ვერ დაკავდება და გაწვიდება, დაბლა, ხო? და ამას უნდა შეცვლა, რომ მასწავლებელმა უნდა დაიბრუნოს ავტორიტეტი და უნდა დაიბრუნოს ის უფალება, რომ მას შეეძლოს მის მიერ გაცემული ცოდნის სტუდენტებისადმი უკავშირის ვალდებულება მოთხოვნა, ანუ სწავლის დავალდებულების რა, სხვაგვარად. მე ვერ ვხედავ რა, აი მომიტევეთ მცირედი ემოციისთვის, ცოტა ემოცია შემეპარა, მაგრამ მე რასაც ვხედავ, უემოციო თუ ამას მივუდგენ, მაშინ გამოდის რომ ეს აბსოლუტურად ბატონო ირაკლი და ბატონო ლადო თქვენი ასეთი გულისწყრული ამ საკითხის მიმართ ვინაიდან ეს ქვეყანა მომავალში უნდა აშენოს ამ ჩვენო ახალ და გადაიბარონ ხო აუცილებელია ეს და ჩვენი დიდი სურათისოთა ლაბორატორია იგი წავა და სხვა მოვა ტოფასა სალაუნარო საუბარს ასე ყოფილა არცი არის და ასე იქნება მაგრამ ამ სიტუაციაში რომელშიც ახლა ჩვენ ვიმყოფებით და გვაქვს ასეთი საოცარი გამოწვევები ასეთი სასწავლი გამოწვევები ფაქტობრივად რომ იტყვიან გასაგანი ქვეყანას არ ექნება არც ერთ შემთხვევისათვის თუ არ გვეყოლა უმაღლესი რანგის სპეციალისტები და ამ დანარჩენ ქვეყანაში კაცო ნიჭიერება არის ნიჭიერი ქართველი კაცი ნიჭიერი არის ნიჭიერი რომ არ იყოს ახლა რაზე მინდა ლაპარაკი ვინა ვართ მითხარი დედამიწაზე 3 მილიონამდე კაცი ვართ აგერ ამ პატარა ქვეყანაში და რამდენი მილიონი 500 მილიონია მარტო ევროპაში და ჩემპიონთა ლიგაზე აგერ ეხლა სამოდენიმე დღეში ქართველი კაცი გამოვა და ის კი არა ოქროს ბურთისათვის იბრძოლებს ეს პატარა საქმე არა მარტო ფეხბურთში ბატონო ედიშერ ძიუდოში ჭიდაობის სახელმწიფოში იგდენი შედეგებია ხალხს 60 მილიონი გონია მსოფლიოს ქვეყნებში კი ბატონო და მაგრამ აი ხა ყველაზე მეტი მე რატომ მოვიყანებ სულიად გეთანხმებ ჩემო ირაკლი მაგრამ ვინაიდან ყველაზე მეტი პოპულარული სახეობა და დღეს ყველაზე მეტად ელოდება ხალხი ეხლა ამას ჩვენი მოსახლეობა ამიტომ ლაპარაკი ეხლა აბსოლუტურად სწორად ბრძანეთ თქვენ და მე მინდა კითხვა დავსვა ასეთი ბატონო ლადორო როგორ მიგაჩნიათ ეხლა ჩვენთან არის ასეთი ქართველ კაცს აქვს ასეთი გამონათქვამი. პური მე პურემ უნდა გამოაცხოს. პური ცხობა ვიღაცამ ხო უნდა ასწავლოს მას, ჩემო ბატონო. და მე ქვია კიდე ნათქვამი გაგრძელება თოფი მეთოფეს და მეთოფეს სოფელს. როგორ ფიქრობთ ახლა პედაგოგიური კადრების შესახებ რა არის, როგორ არის და აქვე დავამატებდით ორ თავეს შეგიძლიათ ჩაერთოთ ერთმანეთთან ჩვენ შეზღუდვა არაფერი არ არის დაწვა არც იქნება არც არასოდეს ჩვენ სტუდიაში ისეთი საკითხის შესახებ რომ აი მაგალითად როგორ ფიქრობთ ეს პროფესიო შეიძლება თუ არა ყველა შევიდეს სკოლაში და ყველა მასწავლოს ყველა სკოლის დირექტორი თუ შეიძლება რაც იყოს მე გაოცებას ვარ ის ავად სახსენებელმა ლომაიამ რომ შემოიტანა ლოტოტრონით როგორ შეიძლება კაცო დირექტორის დანიშნა ესე იგი მექანიზატორი მithავს ათანჯე უდიდეს პატივცემს საჭიროა მექანიზატორი ბატონო შენებელი ინჟინერი სხვადასხვა სპეციალური მაგრამ შენებელი ინჟინერი შეიძლება სკოლის დირექტორი იყოს ყოველ შემთხვევაში საერთოდ როგორ ფიქრობთ შეიძლება ვწდები ბატონო მე რა აქვს თქვა აბსოლუტურად მართავს ბრძანებთ ესე იგი პირველი ერთი ჩანართს გავაკეთებ ბატონ ირაკლის საუბართან დაკავშირებით და კითხვას დაუბრუნდები, კითხვაზე პასუხს. ესე იგი საინტერესოა ბატონ ირაკლი, რაც თქვენ ახსენეთ. ესე იგი ჩვენთან საქართველოში არის გაბატონებული აზრი, რომ ყველა ადამიანს უნდა კონდეს უმაღლესი განათლება. ყველა ახალგაზრდას, ხო? და თქვენ როდესაც ახსენეთ უკვე პროფესიული სასწავლებლები, თუ იქ მოსული ხალხი და ადამიანს ხვდება სრული რესურსი, მომზადებული ტექნიკური ბაზა, ხო? რომ დაეუფლოს. ეხლა ისმის კითხვა, უბრალოდ კითხვა მაინტერესებდა თქვენთან, რა სახის სტუდენტები არიან, ანუ რა სახის ადამიანები სწავლობენ. ესენი ხო არ არიან მაგალითად რომ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გავიდნენ და მაგალითად ვერ ჩააბარეს და გადაწყვიტეს რომ აქეთ გადმოსულიყვნენ, ანუ ეგ უბრალოდ მაინტერესებს თქვენი დაკვირვებით. საინტერესოა მაგას პასუხი გაეცეს რომ ესე იგი რა კატეგორიასთან გვაქვს საქმე, ესე იგი ადამიანს მართლა პროფესია აინტერესებდა თუ უბრალოდ ვერ მოხვდა სასწავლებელში და სადღაც უნდა დაკავებულიყო. მიხდით უბრალოდ ეს კითხვაა და მე შეგიძლიათ თქვა პასუხი გამცეთ ამაზე და კითხვას დაუბრუნდები უბრალოდ კარგი იქნებოდა გვემჯელ ამ საკითხზე. და ეხლა რაც შეეხება, ანუ ვინ უნდა გამოაცხოს პირობითად პური და როგორ ხდება.
მე ჩემი მაგალითი მახსოვს, ეხლა ჩემი მაგალითზე და რადგან ამ სფეროში ვარ, ბევრი მსმენია და ბევრის მონაწილეც გახლავართ. ეხლა მე 2002 წელს რო დავიწყე სწავლა უნივერსიტეტში, უმაღლეს თსუ-ში დავიწყე სწავლა, მე მასწავლდნენ კორიფეები. ანუ მაშინდელი პროფესორ მასწავლებელი. ეხლა ჩემი ნაშრომის ხელმძღვანელი, სადისერტაციო ნაშრომის ხელმძღვანელი ბატონი გია მეფარიშვილი იყო, რომელთანაც ეხლა კარგად იცნობ, საზოგადო ცნობილი ადამიანია და ეხლა დღესაც ახლო ურთიერთობა მაქვს. ეხლა მისგანაც ვისმენ და თვითონ ვიძახის ვინ ასწავლიდა, მისი პროფესორ მასწავლებლები, რა დამოკიდებულებები ჰქონდათ, როგორ ჰქონდათ, ანუ როგორ აირჩეოდა პროფესორ, ანუ პროფესიონალიზმი როგორ იქნებოდა და ეს სახელები ჭექდა მონოგრაფიების ავტორები, სტატიების ავტორები, სახელმძღვანელოების ავტორები, აბა დისერტაციის დაცვაზე. თავარი ბატონო, კაცობის რა თქმა უნდა, ღირსების, კარგი კაცები იყო. სამაგალითო ადამიანები, რა თქმა უნდა, იქ სხვანაირად კარგი ადამიანი უნდა იყო. ვერ მოხდებოდი სხვანაირად, ხო? ამ საზოგადოებაში სხვანაირად ვერ მოხდებოდი. მე მახსოვს, რომ დისერტაციის დაცვაზე, ბატონებო, დისერტაცია რო დაცული იყო, როგორი ოპონენტობა მიდიოდა. იქ არ იყო უბრალოდ, რადგან აქამდე მოვედით და ჩვენიანია და არა, ომი მიდიოდა. შეიძლება მე ერთად სუფრაც გაეშალა და კარგად დამსხდარიყვნენ, მაგრამ ნამდვილი მეცნიერული დავა იყო, ღირებულებებზე დავა იყო, თეორიებზე დავა იყო, სწავლაზე იყო, განათლებაზე იყო დავა და იქმნებოდნენ და ილესებოდნენ ნამდვილი პროფესიონალები. ეგ პრინციპები დავაბრუნოთ ბატონო. ამის შემდგომ გადმოვიდა პირობითად ეხლა ესე ნელ-ნელა მოდის. მეც ეხლა უკვე ვატყობ თანდათან უკვე მივდივართ, ჩვენთანაც არის სადოქტორო პროგრამა, უკვე ბევრ უნივერსიტეტში არის სადოქტორო პროგრამა. სადოქტორო პროგრამა იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ვამზადებთ მომავალ მეცნიერს, რომელიც უნდა შევიდეს აუდიტორიაში და რომელიც, ასე ვთქვათ, უნდა დაეუფლოს. ეხლა მთავარი რა უნდა იყოს მიღების პრინციპები, რომ არის თუ არა ადამიანი მზად, ის ნოლიდან სწავლას ვერ დაიწყებს. თუ მანამდე წარმოდგენა არ ქონდა ნოლიდან სადოქტოროზე შეუძლებელი ის უკვე თითქმის მზად უნდა იყოს, უბრალოდ უნდა იღრმავებდეს კონკრეტული მიმართულებით ცოდნასა და გამოცდილებას და ახალ უნარებს ეუფლებოდეს აუდიტორიაში შესასვლელად ან კვლევითი კომპონენტის გასაძლიერებლად, ხო? ეს არის ძირითადი პროფესორის დანიშნულება. სამწუხაროდ არ ვიცი რას შეიძლება დაბრალდეს სხვადასხვა უნივერსიტეტებს ნაკლებ ყურადღებას სახელმწიფოს მხრიდან თუ რა, სამწუხაროდ გამიგია და მსმენია რომ უკვე დოქტორის ხარისხი ნელ-ნელა უფასურდება. ესე იგი თუ ჭექდნენ ადრე პროფესორები, დღეს აღარ ჭირდება უკვე, აღარ არის, შეიძლება მოთხოვნა იყოს, მაგრამ თვალებს ხუჭავთ. თუ ჩვენით ვიბრავებთ, თუ მეგობრობას უფრო დიდ პატივს ვცემთ, თუ არ ვიცი რას, მაგრამ მე შემიძლია ვთქვა, რომ თაობათა შორის აშკარად რეგრესია. თქვენც ალბათ დამეთანხმებით, რაც ალბათ არაპოპულარული აზრს ახლა გამოვთქვავდე, მაინც როგორ არა არიან ახლა წარჩინებული მეცნიერები, როგორ არა ახალგაზრდები ყველა მიმართულებით, საზღვარგარეთ გასულები და ცნობილები, როგორ არა. ადგილი ხო, აქაც და ადგილს მაგას ვიდა, მაგრამ თუ ჭექდნენ სახელები და მოდიოდნენ მრავლად იყვნენ მათემატიკოსი რამდენი ყავდა, ფიზიკოსი რამდენი ყავდა, ისტორიას აღარ ვიძახი, ენათმეცნიერს აღარ ვიძახი, ეს პროფესორები. მერე ჩამოვიდნენ და თუ 10 თვლიდი, მერე უკვე 6 დაითვლიდი ესეც გამოსარჩეს. მერე ნელა 5-3 და ესე ნელა ჩამოდის და ჩამოდის. ამიტომ პროფესიონალიზმი საიდან? უნივერსიტეტში იკვეთება. ეს ყველამ ერთად უნდა მოვინდომო და თქვათ რომ მოდი ცუდი საქმე არ გავაკეთო და დათური სამსახური არ გაუწიოთ. შეღავათი მეცნიერებაში არ არსებობს. შეღავათი განათლებაში დათური სამსახური. აი სტუდენტი მოდის და გეუბნება რომ იცი რა, ცუდად ვიყავი ბოლო 2 კვირა, ან რაღაცა ეს დამემართა და მოდი გთხოვ, ნუ დამიტოვებ საგანს და ჩამაბარებინე. აი ეხლა უყურე, ესე იგი გეუბნება რომ დამიწერე ნიშანი, ესე იგი საგანი სწავლულად და ჩაბარებულად ჩამითვალე, რომელზეც წარმოდგენა არის. რომელსაც ვეღარ მიუბრუნდება. და ეხლა დადგა საკითხი, რა გავაკეთო? შევიცოდო. მე ან უნდა შევიცოდო ეს ადამიანი, უიცოდო ხარ, ეგ დაგემართა და კარგი, ან უნდა ვთქვა, რომ არა, მე თუ მე უარს ვიტყვი, ცუდი ადამიანი გამოდივარ, არ ვითვალისწინებ სტუდენტის მდგომარეობას, ჯანმრთელობის, ზოგი დაოჯახებულია და ასე შემდგომ და თუ იმას გავაკეთებ, კარგი ვარ, მოწონვარ ხალხს, მაგრამ მე ამითი ვკლავ მომავალ პროფესიას, პედაგოგიკას ვკლავ, მეცნიერებას ხალხი რისთვისაც იბრძოდა, იმას ვკლავ. აი მივხვდით უკვე და მარწუხებში შეიძლება მოვიქცე მე რაღაც მომენტში, მე თუ მივაწვევი წმინდა, ანუ მე თუ ხარს დაუჭერ ნამდვილ პედაგოგიურ თემატიკას და ინსტრუქციებს, ჩათვალეთ რომ მე შეიძლება თითით საჩვენებელი ადამიანი გავხდე, ცუდი გაგებით რომ ეს ადამიანი რაღაცებს ცოტა ამ რეალობას ხომ არ არის მოწყვეტილიო.
აბსოლუტურად ძალიან საინტერესო ისაუბრა და თქვენ ას დაამატებით ბატონო. მე ამ კითხვას დავუბრუნდები, რომელიც ბატონო ასე აი ბატონო კონტინგენტი, რომელთაც თქვენ დაინტერესდით, ნაწილი კონტინგენტის ნამდვილად ის კონტინგენტია, რომელმაც ერთიანი ეროვნული გამოცდები ვერ ჩააბარა. ნაწილი მხოლოდ. მაგრამ არის საკმაოდ მოზრდილი ნაწილი, რომელმაც გააკეთა არჩევანი პროფესიულ განათლებაზე და მაგრამ მიუხედავად ამისა, რომ მათ აქვთ გაკეთებული აქილევსის ქუსლად რჩება მათი მხრიდან სასწავლო პროცესისადმი, მათი უმრავლესობის სასწავლო პროცესისადმი ხშირ და ძალიან ხშირ შემთხვევაში ზერელი დამოკიდებულება რა. აი წარმოგიდგენიათ ახლა ფარმაციის პროგრამა რო აირჩია და ფარმაცევტი უნდა დადგეს, ხო? უნდა იმუშაოს შემდგომში აქ მიზანი აფთიაქში. ანუ მას აქ სამკურნალწამლო საშუალებებთან ხო შეხება. გაგონება შეიძლება რომ ასეთი პროფესიის სურვილით მოსულმა მე აღარ ისწავლოს, ზერელი დამოკიდებულება გამოამჟღავნოს და შემდეგ უკვე სურვილი კონდეს რომ აფთიაქის თეთრ დაღთან დადგეს და თეთრი ხალათი ჩაიცვას. ხო შეიძლება რომ მან ადვილად დაუშვეს ისეთი შეცდომა, რომელიც ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის სამედიცინო გამოდგეს. ანალოგიურია საექნო საქმეც. ყველაზე ხანგრძლივი არის საექნო საქმე, რომელიც 3 წელი გრძელდება. წელიწადნახევარი მოდულები თეორიული და წელიწადნახევარი უკვე პრაქტიკები კლინიკებში. იქაც საკმაოდ არა ჯანსაღი დამოკიდებულება ხშირ შემთხვევაში არა და თითოეული აი ამ ჩამოთვლილი ამისა და ყველა პროფესიო 6 პროფესიული პროგრამა გვაქვს პროგრამის ხელმძღვანელები ყავს იდეალური პროფესიონალები აი მათთან თუ ყურადღებით იქნება სტუდენტი აი ნამდვილად შეუძლებელია ჩაგეკითხები ერთხაიმის ბატონო ლადომ რაც ზეთი საუბრე ეს ჩვენი დღევანდელობა და ფაქტის წინაშე ვდგება ხო არის ეს მეორე ამბავი მინდა გითხრათ ახლა თქვენი ხედვა რომ აი ეს ამბავი რომელიც თქვენ ბრძანებდა შეწუხებულ სკოლიდან ხომ არ გამოწვევი სკოლაში რომ არ არის ეს აი პროფესიის არჩევა პროფესიისადმი სიყვარული და სწორედ იქ უნდა მივიდეთ ახლა უმაღლესი სკოლა მაგრამ აი მე მაგალითად მასწავლებლობას შემაყვარა ჩემმა მასწავლებლებმა რომლებიც მასწავლებდნენ პირველი კლასიდან ჩემო ბატონო იგივე იმ სკოლის დირექტორით დამთავრებული და მე მოყვა დანარჩენი როგორ ფიქრობ შეუძლებელია ახლა ბატონო დიშერ ისეთი ფორმით დამისვით აი ისე დასვით ეგ შეკითხვა შეუძლებელია რომ აი საფუძველი და ძირი აი პრობლემისა რაზეც მე ჩემი გულის ტკივილით ვსაუბრო პროფესიული განათლების საერთო სფეროში შექმნილ საერთო განწყობებზე სტუდენტების მხრიდან რომ ეს საფუძვლის გარეშე იყო და საფუძველი რა არის ის სკოლა ის საჯარო ჩვენ დროს საშუალო ერქვა და ნუ ახლა საჯარო ქვია საჯარო სკოლა რა ამას პასუხია და გავაგრძელებ მე ქუთაისიდან გახლავართ და ქუთაისში მე თუნუქე დამჭირდა აი მე თუნუქე და 5 ადამიანია ასაკოვანი კაცი დარჩენილი და ყველა იმას ტირის რომ არავის არ აინტერესებს რომ ასწავლო რა მე თუნუქე რომ ერთად წყალგაყვანილობების და ჟოლოპებს და ამათ რო ამზადებს წარმოგიდგენია მე თუნუქე რომელიც ფულს აკეთებს კაცო ეს ხალხი კარგად იმაშოვა მაგრამ დაინტერესებული არ არის რა რომ მასდას რა ქვია ახალგაზრდა მიიღოს და იქვე ასწავლოს გამორანდვა ამ ეგენის რა ქვია ლითონის და სკოლა არის ძირითადად სკოლა ყველაზე ახალს ვერაფერს ვამბობ ყველაზე მრავალრიცხოვანი ერთეულების მქონე კომპონენტია საჯარო განათლება ქვეყნის მასშტაბით რა ყველაზე მრავალრიცხოვანი და სკოლებშიც სკოლის მდგომარეობაც რომ სახარბიელო ვერ არის ჩემი თვალით ხედავ ახლა ჩემი პატარები ჯერ სკოლის მოსწავლეები არიან და მე პირადად იმდენი უზუსტობა, იმდენი შეუსაბამობა აღმოვაჩინე მათ სასწავლო პროგრამებში, მეუღლეც პედაგოგია, ნუ ძალიან აი შეწუხებული ვარ, ეს სახში ვასწავლი ფაქტიურად, უსწორებ შვილო, ეგრე არა, მე ეგრე მასწავლეს. ასე უფრო სწორი იყო, ასე უფრო სწორად მომეწოდა. ნუ აქვთ სკოლის პრობლემები. აი, რაზეც მინდა ჩემო პასო მეგობრებო ყურადღება გამომახვინა ხა. ასეთ საკითხზე, მაგალითად, საქართველოს სოფლებში, განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოზე მინდა ყურადღება ამ შემთხვევებსაც გამოვახვინო, რატომ? მეფუტკრეობა. არ შეიძლება სკოლაში მეფუტკრეობა ისწავლოს. არ შეიძლება, იმიტომ რომ ყველაზე აკაკი წერეთელს აქვს
ასეთი ერთი საოცარი მოთხრობა აქვს სანთელი. სადაც წერს, რომ ყველა ქართველის ოჯახშიო აუცილებლად ფუტკარი უნდა ყოფილიყო. რატომო? იმიტომ რომ ფუტკრის საგანი სანთელი ცვილი და სანთელიო და სანთელი და მე ძალიან საოცრად აქვს ისა გამამსაკეცა ყურადღება გამახვილებული რა დიდი ამბავი იქნება მითხარი აი ასეთი რამ ანდა ჩვენთან ჯო ერთი ყველას გვაქვს ნახული ფილმი საბუდარელი ჭაბუკი ხო? იქ მეთუნეობა რო არის ჩემო ბატონო და მე რეჟისორს როგორ კარგად აქვს დანახული უკანასკნელიო მეთუნე ტოვებს საბუდარასო ჩემო ბატონო რატომ ლაპარაკობ ახლა ამ ყველა ეს საჭიროა ეს აუცილებელია ჩემო ბატონო იმიტომ რომ ბავშვმა რომ იტყვიან იქედან აი აკვნიდანვე სკოლიდანვე შეიყვანოს პროფესია. შენი ეროვნული საფუძვლებიდან უნდა დაალაგოს საფუძვლებზე ყველაფერი. სხვაგვარად არ გამოდის, ჩემო კარგებო, ჩემო ძვირფასო ტელემაყურებლებო, ვინც გვისმენთ, ვინც გნახავთ. სხვაგვარად არ გამოდის, როგორც ოჯახს ვერ შექმნი, სხვისი ოჯახის წამხედურობით და მიმბაძველობით არ შეიძლება შენი ოჯახი შექმნა და მარტო. ისე არ შეიძლება სახელმწიფო, შენი ქვეყანა, შენი ეროვნული წარსულის საფუძვლების გარეშე რომ განავითარო თუ რა თქმა უნდა განვითარების და სიკეთის მიზანი და სურვილი გაქვს ხო? აბსოლუტურად არ შეიძლება ეს ბატონო არ გამოვა სხვაგვარად თორემია დოკუმენტებზე ახლა თქვენ იურისტები ხართ მე იურისტი არა ვარ ჩემო ბატონო სამართლის საკითხების შესანიშნავ ბრწყინვალედით და აი მაგალითად როგორ შეიძლება ყველაფრის ერთბაშად გადაწყობა თქვათ როგორი სამართალია გერმანიაში როგორი სამართალია ევროპაში ის აუცილებლად უნდა იყოს მაგრამ საფუძვლად აგებმა მასე დაყნობილი უნდა იყოს მეასემესმის ქართული ხო? დიახ. აი გეტყვით ახლა ჩემს მოსაზრებას ამ საკითხზე. აი ახლა გერმანია ახსენეთ, სხვადასხვა ქვეყნები ახსენეთ. უბრალოდ ყველა ქვეყანა ცდილობს საკუთარი პირველ რიგში იდენტობიდან, საკუთარი წარსულიდან და წიაღისეულიდან წამოსული ამ თავარი იდეოლოგიის გამიჯვნას და იმაზე შემდგომ დაშენებას სისტემის, ხო? ზუსტად მაგას ამბობდა ილია. 50-ოდე ევროპეულად განათლებული კაცი ქართულზე დაყრდნობით. ამაზე საუბარი. ესე იგი, ეს სისტემა პირობითად ხო აშენებულია, არსებობს სადღაც რაღაცა ზოგადი პრინციპები რაც შეიძლება იყოს და ბოლოს მივიდა აი ბლუმის ტაქსონომია უნდა იყოს ჩვენ საშუალო დონის უნდა შევქვნათ სტუდენტი საშუალო დონის განათლება უნდა მივაღებინოთ. მოკლედ სკოლიდან ჩანერგილი უნივერსიტეტის დამთავრება. ეხლა რა არის მთავარი იდეა? საქართველოს უნდა გამოყოს თავისი პრიორიტეტები, პირობითად სკოლიდან ახლა ჩვენ რელიგია რატო ამოვიღეთ? რელიგია მოგვაღებინა რა? როდესაც ევროპის საბჭოსთან შევედით და კონვენციის ხელმოწერი გავხდით, იმიტომ რომ უკვე სხვა რელიგიური კონფესიების შეურაცხყოფა არ მომხდარიყო, ჩაითვალა მაშინ რომ რელიგია უნდა ამოვიდეთ, მაგრამ საქართველოს არის უდიდგანვე რელიგიური ქვეყანა, მართლმადიდებლური ქვეყანა და უბრალოდ ეს გინდა არ გინდა ამას ვერ გაიქცია. როლია უდიდესი. ხო, ჩემო ლადო, აი რატომ უნდა იყოს, მოდი აი ისე შევხედოთ სხვა რელიგიური კონფესიებისთვის საწყენს არ ვიტყვი, შეურაცხყოფასაც არ დავარქვევ, მაგრამ მათი დამაკნინებელი ის რომ 1700 წლოვანი ქართული სამოციქულო ავტოკეფალური ეკლესიის როლი რომ წარმოჩენილი იყოს საგანმანათლებლო პროცესში, ასე რატომ უნდა დაინახოს ვინმემ რომ საქართველოს ჩასწრებული შენ იმდენად ბატონო არ არის ეს დამაკნინებელი არ უნდა დავხარო თავი და მე მიხარია ყველაზე მეტად დღევანდელმა სახელმწიფოს ეს კურსი რომ აქვს აღებული რომ არ შეიძლება კაცო ყველაფერზე თავის დახრა არ შეიძლება აი იმაში რომ არის ქართული დიდებულ ფილმში თქვენებული ისა ქუთაისელი კაცია მისი სცენარისტატორი შერეგილებზე მაქვს ლაპა მრეკე თავში ბატონო მაგალითად ასე ყველა არ უნდა ვარებინო ხოდა ის მზად იყო როგორ მარგარიტა მოეპოვებია და იგრეკოდა კიდეც მაგრამ სახელმწიფოს ვერ გაუძღვები ბატონო არ შეიძლება ეხლა ზოგიერთები იმისათვის ოღონდ რაღაცის წევრი გახდნენ ჩემო ბატონო და ტიგანონო ამაზეც მე რატო ლაპარაკობ ახლა ასე მეც ემოცია მომეძალა იმიტომ მომეძალა ემოცია რომ არ შეიძლება ასე მონური დამოკიდებულება ბატონო ედიშე უცებ რამდენიმე წუთს დავიკავებ აი იაპონიის მაგალითი არის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი იაპონია 1700-იან წლებამდე იყო აბსოლუტურად ჩაკეტილი ქვეყანა მაგრამ საბოლოოდ იქ იმ საზოგადოებაში მომწიფდა აზრი რომ ჩაკეტილობა აღარ შეიძლება და უნდა გაეღოს კარი და მიიღოს რა იმ ევროპული და დასავლური და უკვე ამერიკა ყალიბდება და აი სიახლეებით თუნდაც სამხედრო საქმეში თუნდაც აი ლითონ დამუშავება მეტალურგია მრეწველობა ესე აქვე მეწარმეობის და
და ამას გაუღეს კარი და მაგრამ მათმა იაპონელმა ხალხმა იაპონურ ეროვნულ კულტურაზე არც მაშინ უთქვია თუ არის და დღემდე მშვენივრად ინარჩუნებენ და ეხლა პოსტ-ინდუსტრიული ქვეყანაა და რამხელა მიღწევები აქვს მეცნიერებასა და ტექნიკაში და კულტურაში ამაზე რო ვისაუბროთ ძალიან დიდ დრო წავიდა ერთი შესანიშნავი მაგალითია ბატონო შენი ეროვნული მით უმეტეს როცა 3500 წლოვანი სახელმწიფოებრიობის წარსული გაქვს შედავეცილი შვილო რა გაგიხდა ის რომ შენ ეროვნულზე დაამყარე და ეროვნულიდან გამომდინარე განავითარა ის ევროპული და დასავლური ღირებულებები ასე ძნელია მე მგონი რა ვიცი ახლა ჩვენ მომიტევეთ ჩემო ძვირფასო მაყურებელო ამ ემოციებისთვის და ვფიქრობ რომ გარკვევით ვაყალიბებთ აზრებს იმისთვის რომ გამგებმა გაიგოს და ჩვენ ქართველები იმიტომაც მოვიდით აქ რომ სკოლები ქონდა მაგალითად სკოლა ძირითადი ხერხემალი არის სხვა რამეს ვლაპარაკობ ამ შემთხვევაში ქართული საისტორიო სკოლა ქართული მათემატიკის სკოლა ქართული იურიდიული სკოლა სამართლის სკოლა ყველგან ისეთი ყავდა ეხლა ყველაფერში რო ლანძღავე და აგინებენ წასულს ამაზე ამის საშინელი წინამორბედი სწორედ ბევრ რაიმეს იმ საზიზღარმა კომუნისტურმა პერიოდმა ჩაუყარა წყალებში ვლაპარაკობ საფუძველიდან წარსულს ვინც ესვრის თობს მას მომავალი ზარბაზნებს დაუშვეს პირიქით აბსოლუტურად გეთახმებით. კი ბატონო, ხო სწორედ ამაზეა საუბარი, რომ ამ პათოს ვიზრიარებს სრულად, რომ ესე იგი, მე რასაც ვაკვირდებოდი, ხო? ეტაპობრივად არ ვიცი, პოლიტიკა იცვლებოდა ჩვენი საგარეო თუ საშინაო პოლიტიკა, ხო თითო ადამიანის შეხედულებებზე ვიყავით ხოლმე რაღაცები და სადღაც რომ გამოვჩენილიყავით, რომ რაღაც აი ჩვენც ასე ვარ და ჩვენც ისე ვართ, კარგავდით აქ საკუთარს. შესაბამისად, როდესაც უკვე აღარ ისწავლებოდა რელიგია, როდესაც ნაკლები ყურადღება მიაქცევთ ისტორიას, როდესაც მოთხოვნა აღარ იყო მე სკოლებში, რომ მოდი ამას შეხედე, აი მეფუტკრეობა ახსენეთ, რატომაც არა ეხლა მოდივარ, სახელმძღვანელო გამოვიდა, პრეზენტაციას ვესწრებოდი, სანამ თქვენამდე მოვიდოდი, ღვინისა და ვაზის სამართალი. საქართველოში რო ღვინოსა და რატო პატარა ადამიანს თუ თავიდანვე რაღაცას ჩამოვუყალიბებ, ჩაუნერგავ, რაღაცას ასწავლი ეს ჩვენი მოდის, რამხელა ძალა აქვს, რა მნიშვნელობა აქვს. ამ თქვენ რო ახსენებდით წეღარო ღირსებაო, მაგალითიო, ზნეობაო, საიდან მოდიოდა? იმ ღირებულებებზე დაყრდნობით აღზრდილი ადამიანი მოდიოდა. შემდგომ ვისაც ასწავლიდნენ ამ ყველაფერს, ხო? ესეთი იზრდებოდა და ბოლოს უკვე რო თქვით რომ რელიგია აღარ გვინდა, ახლა უკვე იმას ასე ნუ დაარქვეთ, სუც ნუ დაუძახებ, იმას ნუ დაუძახებ, იმას ნუ დაუძახებ, მივედით უკვე იქამდე რომ აბსოლუტურად საკუთარ თავზე ამოგვარს მაშინ საარსებობაზე. რატო იცი ხო მიხვედი მდგომარეობამდე რომ იმაზე ხმა არ მოიღო, იმაზე ხმა არ მოიღო, ამას იტყვი და დისკრიმინაცია, ამას იტყვი და ეს დანაშაულია, ამას იტყვი ის დანაშაულია და ბოლოს უკვე აგერ უკვე ფიქრობ ადმინისტრაციული ჯარიმა მექნება, სისხლის ჯარიმა მე რა მექნება, ბოლოს უკვე აღარ ვიცი საბოლოო ჯამში და ადამიანი იკლავს მე ამას. თან ეხლა ეს ვაჟკაცი ადამიანები მიდიან ზოგი ბრძოლაში დაიღუპა, ვეღარ მოხდა იმათი შვილების აღზრდა კიდე და მოკლედ ღირსეული ადამიანები ეტაპობრივად ეწირებოდნენ ან უკვე თავს უხრიდნენ რაღაც სიტუაციებს და ამან გამოიწვია რეგრესი და რეგრესული მიმართულება. და ერთ-ერთი უმთავრესი ჩამოთვლითასო მეგობრებო, მე მინდა რაც დრო დარჩება, ამას ეკვლატობა გამოვახილოთ ოჯახი და მშობლებში. ოჯახისა და სკოლის, მშობლისა და აუზდელის მოძღვრის ურთიერთობა. როგორ მიგაჩნიათ? მე ვფიქრობ, რომ ამ დაბადა ეს კითხვა თქვენ რო ბრძანებთ ახლა ამ საკითხებზე ყურადღება ბევრი მშობელი დაიღუპა აქეთი და რაღაცა საკითხები მოხდა ეკონომიკური მდგომარეობა და ფაქტობრივად ბევრი მშობელი მოცილებულია შვილს. ვერ აქცევს ყურადღებას. რა უნდა იშვიაროს ამას ვფიქრობ? ან მე ვფიქრობ ასმაგი დამტვირთვა უნდა აიღოს ამ შემთხვევისათვის სასწავლო დაწესებულება. როგორ ფიქრობ? აი ძალიან კარგი შენიშვნა არის. უკვე სად წავედით? ესე განათლებას კი ვეხებით, მაგრამ მივდივარ შორს. აი ამაზე საუბარი რამდენი არის, ესე იგი, ემიგრაციაში წასული ქართველები. ხო, დედები, წასულები, მამები ზოგი ასეთ მდგომარეობაში, ზოგი უმუშევარ მდგომარეობაში, ესე იგი, უყურეთ თითქოს მშობლის სტატუსი ახლა მშობელი ჩემთვის ყოველთვის ნიშნავდა რომ აბა მისი შეძახილი, აბა მისი შეგონება, აბა ესე და უკვე მოწიწებით ხარ, ასე ხარ უსმენ და სადაც ასე თქვა ტრადიციული ოჯახი იყო და მყარი ოჯახი იყო, იქ დალაგებული იყო ყოველთვის ყველაფერი.
მაგრამ მოიშალა ეხლა ოჯახები, ხო? ფაქტიურად მოშლილი ეხლა ვირტუალური ოჯახი, რთული ოჯახია, ხო? ვეღარ ხედავს დედა ისე ვეღარ არიგებს შვილს, ვეღარ ზის. ზოგი უბრალოდ თავის შვილს ფიზიკურად ვერ ეხება, ვერ კოცნის, ვერ არა აქვს სიყვარული, ემოციებიც კი იკარგება, ოჯახური ემოციები. არ არის, ხო? ეკარგება. მამას ისეთი დამოკიდებულება აღარ აქვს, იმიტომ რომ თავის რეალიზება ცხოვრებაში ვეღარ მოახდინა და უკვე ვეღარ თulis თავს საჭიროდ რომ ისცეს სხვას რაიმე აი მაგალითები რომ როგორც შეხვდა იყო რაღაც სტატუსის მქონე, შესაამაყო უნდა იყო და ხედავს თვითონ ვერაფერი ვერ გამოუვიდა და უკვე ვეღარ აძლევს თავის თასუფლებას და უყურეთ, ესე იგი აი ამ რაღაცა ეს ეკონომიური სახსენე თქვენ ეკონომიურმა მდგომარეობამ, აი ამ სხვადასხვა ფაქტორებმა ბევრმა საბოლოო ჯამში მიიყვანა იმ მდგომარეობამდე ეს ჩვენი მოსახლეობა, რომ ერთადერთი თავშესაფარი მართალია. ეს საბაზისუარი, ხო, საშუალო სკოლები, ეხლა ჩვენ და საჯარო სკოლები, რაც არის, ესენი აუცილებელი საბაზისუარი, რაც უნდა გაიაროს და ალბათ პედაგოგი ყველაზე მეტად პროფესიონალი თუ სადმე უნდა იყოს, ეს არის სკოლა. სკოლის დირექტორი და სკოლის პედაგოგები, იმიტომ რომ ერთადერთი ოჯახი უკვე ეს არის. სადაც შეიძლება წამოიღოს არა მხოლოდ ცოდნა, როგორც ცოდნის სახით, არამედ აღზრდა. კიდე. ცოდნა ერთია და განათლება მეორე და აღზრდაც უნდა წამოიღოს იქიდან, როცა ოჯახი უკვე აი ამ საფუძველს ვეღარ აძლევს და ვეღარ უყრის რა. და მანდ არის თავარი გადამტეხი საკითხი. მაგრამ აგრონომი დირექტორი ახლა და ან მაგალითად ესეთ დირექტორი, რა ვიცი, შეძლებს მექანიზატორი დირექტორია. ეგ არის ძალიან თქვენს ასე რომ მე ჩემი აზრი ის არის რომ სკოლის დირექტორი ამ შემთხვევაში უნდა იყოს სკოლის, ანუ საგანმანათლებლო დაწესებულების არსთან და მის წვრილმანებამდე გასიშესხორცებული უნდა ქონდეს სკოლის მართვის მენეჯმენტი. რასაც ქვია, მართვა მენეჯმენტი. აი უნდა ქონდეს შესისხორცებული. აი ესეთი ადამიანი უნდა იყოს სკოლის დირექტორი, რომელსაც სკოლის თითოეული ამოსულ თქვა, თითოეული მაჯისცემა სკოლის იქნება მისი გულისცემა და მისი მაჯისცემა. ესეთი ადამიანი, გინდ ქალბატონი, გინდ მამაკაცი. მე ჩემოწე პასუხობრივობა, მე ასე ვფიქრობ კიდე, რომ უმაღლესი სასწავლებელი თქვენ ახალგაზრდა ხალხი ბრძანდებოდა. აი ხა იყო პედაგოგიური, მაგალითად ქუთაისში იყო აკადემიკ ისა წულუკით სახელობის იყო პედაგოგიური ინსტიტუტი. პედაგოგიური ინსტიტუტები პედაგოგიური არა. ამას გვასწავლიდნენ, ახლა მე უნივერსიტეტში დამთავრებულმა ფსიქოლოგიას, ბავშვი ფსიქოლოგიას გვასწავლიდან, ხო შეიძლება და ისტორიის ფაკულტეტი დაამთავრე და ახლა ყველა მეცნიერი ხომ ვერ იქნებოდა და სხვადასხვა სფეროებში. შეიძლება სკოლაში შესულ ალბათ საჭირო იყო და ალბათ კი არა იყო საჭირო, რომ ეთიკაც გვასწავლებოდა, ეთიკა, ესთეტიკა, ჩვენ გვასწავლეს ფსიქოლოგიაც, ეთიკაც, ესთეტიკაც. აუცილებელი იყო და აი ეს უნდა მოხდა, არ შეიძლება მე ჩემო თვითფასო მეგობრებო 6 თვე გაიარა ვიღაცამ დაამთავრა რაღაცა. ისა რა ქვია, კანალიზაცია. სიყვარული ლაპარაკობ რა, ყველა პატივსაცემი კი ბატონო პროფესია ყველა წყალარირება ქვია. წყალარირების სპეციალისტი არის და გაიარა მან 6 თვის პედაგოგიური კურსები და სკოლაში მოსწავლეთა არ შეიძლება ჩემო თვითფასო მეგობრებო. არც ერთ შემთხვევაში შეიძლება, იმიტომ რომ ჩვენ ვართ ისეთი ქვეყანა მეგობრებო, თანხმები ბოლოს და ბოლოს ყავდა გრიგოლ ყობახიძე ყავდა, ბოლოს და ბოლოს ყავდა ისა ისიდორე რამიშვილი ყავდა, ბოლოს და ბოლოს იაკობ გოგებაშვილის ქვეყანა და შენ აი მამიშვილო იქ რომ მიმიწერე იაკობ გოგებაშვილის მიხედვითო, ესე იგი ისა კორიფე, ესე იგი შენ ვერ ხარ ისეთი რომელიც წერ მიხედვით უწერ, ხო? ხო და ამიტომ უნდა გამართება ჩემო თვითფასო მეგობრებო, ისე როგორც კიდევ ერთ ქართულ ანდაზაშია თურაშაულის პატრონი ტყეში ყოხე თუ პანტავაშზე ეზენდა ამ სიტუაციაში არ უნდა აღმოჩნდეთ. ასე რომ ჩემო თვითფასო ტელემაყურებლებო, დღევანდელ დღეს ამ ორ ახალგაზრდა სპეციალისტთან სამშობლოზე უანგაროდ შეყარებულ ადამიანებთან, პატრიოტებთან ჰქონდა საუბარი იმ საჭიროებო საკითხების შესახებ, რომელიც ჩვენ დღევანდელ ქვეყანას, ჩვენს განათლების სისტემას, ჩვენ დღევანდელ ახალგაზრდობას, ჩვენს მომავალს აწუხებს. დამერწმუნეთ 45 წუთში, კი არა, ამას რო ისაუბრო, 100-ჯერ 45 ვერ ამოწურა. დიდი პრობლემაა. დაგროვებულია ამ სფეროში და სამწუხაროდ არა მარტო ამ სფეროში, ყველა დანარჩენ სფეროებში. ამიტომ მინდა ბატონ ლადოს და ბატონ ირაკლის ძალიან დიდი მადლობა მოვახსენოთ დღევანდელი ასეთი საინტერესო საუბრისათვის.
იმ შემართებისათვის, რომელიც მათ გააჩნიათ ჩვენი ქვეყნის განათლების სისტემის, ჩვენი ქვეყნის მომავლის, ჩვენი ქვეყნის შემდგომი განვითარების მიმართ და მეკპირდებით. ერთხელ შევასრულე ერთი დაპირება, რომ ბატონი ინაკლი ჩვენთან მეორედაა, ახლა მეორე დაპირებას ვიძლევი კიდე, რომ აუცილებლად ბატონი ლადო, ესეთი ახალგაზრდა სპეციალისტი, ახალგაზრდა კაცი, სამშობლოზე უანგაროდ შეყვარებული, აუცილებლად მომავალში ჩვენი სტუმრები იქნებიან და არა ერთხელ. ძალიან დიდი მადლობას მოვახსენებ მობრძანებისათვის, ასეთ საინტერესო საუბრისათვის, მაყურებელს კი ჩვენი მოსმენისათვის. მადლობთ ყურადღებით. დიდი მადლობა. მადლობა მოწვევისათვის.